სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალის პირველ მონაკვეთზე ხიდის აღდგენა, მესამე მონაკვეთზე კი გზის მშენებლობა გრძელდება. აღნიშნული მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო დერეფნის ნაწილია და ჯამში 52 კილომეტრს მოიცავს. მდინარე რაიონზე მდებარე დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია ტარდება. ბურჯების გამაგრება, კონსტრუქციული ელემენტების მონტაჟი და გამაერთიანებელი ფილის მოწყობა. სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება სამტრედია გრიგოლეთის მეოთხე 4-ზოლიან ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, მე-12 კილომეტრიან მონაკვეთზე. განახლდა გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობაც. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარში ადგენს. ვინახულეთ სამტრედია გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე ეტაპის მშენებლობის სამუშაოები. პროექტი დასმით ფაზაშია და უახლოეს პერიოდში გაიხსნება. აღნიშნულ პროექტს აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური დატვირთვა რეგიონისათვის, ასევე პროექტის განხორციელების შემდეგ მოხდება ტრანსპორტის ნაკადების გადანაწილება, რაც რა თქმა უნდა შეამცირებს გადაადგილების უსაფრთხოებას და რა თქმა უნდა შეამცირებს გადაადგილების დროს. რეგიონის მასშტაბით იხსნება კიდევ ერთი მონაკვეთი ლანჩხუთი ბათუმის დამაკავშირებელი მაგისტრალზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის თავისუფალი მოძრაობისთვის, სადაც პრობლემები იყო გადაადგილებაზე ლანჩხუთის ტერიტორიაზე და მივესალმებით კიდევ ამ მონაკვეთის დამატებას, რომელიც გაიხსნება უახლოეს მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის გადაადგილების კომფორტისთვის ამ მაგისტრალების მშენებლობა, არა მხოლოდ კომფორტისთვის, არამედ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკურ განვითარებას მაქსიმალურად ხელს უწყობს ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ჩვენი სამინისტრო მთავრობა აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი პროექტი დაიწყოს და რაც შეიძლება მალე განხორციელდეს.